თქვენ ახსენეთ ზოგადად ჩვენს რეგიონში რთული ვითარება და ის რომ საქართველო არ გადაიქცევა მეორე სომხეთად, სადაც დღეს მართლაც მძიმე პროცესების მომსწრენი ვართ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთი ფაშისტური სახელმწიფოა და ამ ფაშიზმის აღმოფხვრა მისი მიზანია. დავიწყოთ იმით, რომ მალიევის სიტყვებში ერთი დადებითი მომენტი იკვეთება. ის სომხეთს მაინც სახელმწიფოდ თვლის და ეს მკაფიოდ გამოკვეთა კიდეც. ჯერჯერობით მიაჩნია, რომ სომეხ ხალხს საკუთარი სახელმწიფო აქვს. სულ ერთია, როგორიც არ უნდა იყოს ის. სომხეთის მაგალითი ყველაზე უფრო თვალსაჩინოა. სოფლიოს ნებისმიერ რეგიონში, არა მხოლოდ ჩვენთან, ახლო აღმოსავლეთში, არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ ევროპაშიც. სუსტებს, უბრალოდ კი არ ურტყამენ, არამედ ბოლოს უღებენ. ქვეყანა, რომელიც ეროვნული ღირსების განცდას კარგავს, არ იცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს. საკუთარ პრინციპებთან კომპრომისზე მიდის და უარს ამბობს ეროვნულ ინტერესებზე. აი ამის მაგალითია დღევანდელი სომხეთი, როდესაც ქვეყანა თავისი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებით ვაჭრობს სხვა კონტინენტზე მდებარე ქვეყანასთან და მათგან სარგებელს მოელის. ეს სწორედ ისაა, რაც დღეს სომხეთს დაემართა. ისტორია მეორდება. 100 წლის წინათ ლენინი სომხეთის საზღვრებისა და სომხეთისგან მშვიდობის თაობაზე თურქეთს მოელაპარაკა. ამ შეთანხმების საფუძველზე არარატის მთა და ქალაქი ტრაბზონიც სომხეთის შემადგენლობაში უნდა შესულიყო. სომხეთს ზღვაზე გასასვლელი ექნებოდა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თუ არ ვცდები, ბათუმთან დაკავშირებითაც კი მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომ ისიც სომხეთის ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ ფაშინიანის მაშინდელმა წინამორბედებმა თქვეს, არ გვაინტერესებს, ამ შეთანხმებას ხელს არ მოვაწერთ. ჩვენ ფრანგები და ინგლისელები დაგვბირდნენ მხარდაჭერას. შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს და საკუთარი უგუნურებისა და იმის გამო, რომ ინგლისის ბრმა იარაღად იქცნენ, თურქეთს ომი გამოუცხადეს. მხოლოდ მას მერე, რაც ლენინიმ მეორედ ჩაერია, მან მოახერხა სომხეთის სახელმწიფოს არსებულ საზღვრებში დაკანონება. წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთი არ იარსებებდა. რაც შეეხება ფრანგებს, თურქეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთ დასახლებაში, რომლის სახელწოდებასაც ახლა ვერ ვიხსენებ, სომეხი მოსახლეობა ცხოვრობდა. ფრანგები მათ თურქებისგან დაცვას დაპირდნენ, მერე კი ადგნენ და წავიდნენ. თურქებმა იქაური სომხები ერთიანად ამოწყვიტეს. ესაა გაკვეთილი სომხეთში მომდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. სომხებმა არასდროს არანაირ ვითარებაში არ უნდა თქვან უარი თავიანთ ჭეშმარიტი მეგობრების დახმარებაზე. არ მიენდონ მათ დაპირებას, ვინც შორს იმყოფება. მათ თქვენ სრულებით არ ადარდებთ. თქვენთან არასდროს გქონიათ რაიმე საერთო და ამაოდ გინდათ თქვენი ეროვნული ინტერესები, რაიმეს სანაცვლოდ იყიდოთ. ასეთ რამეს ვერ იყიდი. ეს შეიძლება მხოლოდ დაიცვა. ამიტომ დღეს სომხეთი სუსტია. აზერბაიჯანი კი ცდილობს ამით ისარგებლოს. ალიევი თავის განცხადებებში სომხეთს ჯერჯერობით სახელმწიფოდ მიიჩნევს. ხვალ შეიძლება ესეც შეიცვალოს და არ ამგონია სომხეთის მეზობელმა, ვისაც სომხეთისადმი მუდამ განსაკუთრებული სიყვარული ახასიათებთ. გულისხმობ თურქებს. ამის გამო მაინც და მაინც იდარდონ. იმას კი ვერ ვიტყვი. შეძლებს თუ არა ირანი სომხეთის გადარჩენას.